თანამედროვე ურბანული დაგეგმარება უკვე აღარ გულისხმობს მხოლოდ შენობებსა და გზებს. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მწვანე სივრცეებს, ბაღებს, პარკებსა და იმ გარემოს, რომელიც ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულსა და ჯანსაღს ხდის. სწორედ ამიტომ მსოფლიოში მზარდია ინტერესი ლანდშაფტის დიზაინისა და ლანდშაფტის არქიტექტურის მიმართ. ეს გლობალური ტენდენციები აისახება საქართველოსაც. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ კვირის ბოლოს ლანდშაფტის ასოციაციის ინიციატივით თბილისის ლანდშაფტის ფესტივალი გაიმართება. რას გულისხმობს ღონისძიება, რა მისია აქვს ასოციაციას და როგორია ლანდშაფტის დიზაინზე მოთხოვნა. ლანდშაფტის ასოციაციის თანადამფუძნებელი ქეთევან გელაშვილია ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემეს სტუმრობისთვის. ეს არის თემა, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა და როდესაც მაგალითად დეველოპერები ამა თუ იმ პროექტს ახორციელებენ, რეალურად ყოველთვის მათ სარეკლამო ნაწილში ამ პროექტის მიმზიდველობა დაგვანახონ, აუცილებლად უსვამენ ხაზს ყველაფერი იმას, რაც მე შესავალ ნაწილში ავხსენი. თუმცა მთლიანობაში რა ტენდენციებია საქართველოში ამ კუთხით, აუცილებლად მინდა რომ ვისაუბროთ ამაზე დეტალურად, მაგრამ თავდაპირველად იმ ფესტივალის შესახებ მინდა რომ მივაწოდოთ მაყურებელს ინფორმაცია, რომელიც კვირის ბოლოს იმართება, რა ღონისძიება, სად გაიმართება, რატომ გადაწყდა საქართველოში ამ ფესტივალის გამართვა, ანუ მოლოდინი გაქვთ რომ ამ მიმართულებით ინტერესს გაზრდით თუ უკვე იმდენად დიდია ინტერესი რომ ამ ტიპის ფესტივალის ჩატარების აუცილებლობა დადგა. მოგესალმებით, მადლობას გიხდით ინტერესისთვის. რაც შეეხება უშუალოდ ფესტივალის შექმნის იდეას, ეს იდეა მომწიფდა დაახლოებით 1 წლის წინ, მას შემდეგ რაც ასოციაცია დაფუძნდა 2024 წლის ბოლოს და ძირითადი მიზანი და სურვილი, ასე ვთქვათ, დამფუძნებლების იყო ის, რომ ამ დარგის გარშემო, ამ დარგში შემოსული სპეციალისტები გააერთიანებინა ერთ სივრცეში. ლანდშაფტის ასოციაცია აერთიანებს არა მხოლოდ ლანდშაფტის არქიტექტორებს და დიზაინერებს, არამედ ყველა იმ მომიჯნავე სპეციალობის ადამიანებს, რომლებიც ამ ლანდშაფტის შექმნაში მონაწილეობენ. შეიძლება ითქვას, ესენი არიან მებაღეები, მშენებლები, რომლებიც ლანდშაფტის გარემოს მოწყობის პროცესებში მონაწილეობენ და სხვა მატერიალური რესურსის შემქმნელები ან შემონტანები. ფესტივალთან დაკავშირებით მოგახსენებთ იმას, რომ ეს არის ამ დარგის სპეციალისტების შეხვედრის და თავშეყრის მცდელობა და ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა ტიპის გამოფენები. გვინდა რომ ხელი შევუწყოთ როგორც გამოცდილი, ასევე დამწყევი სპეციალისტების, უფრო ლანდშაფტის დიზაინერებს გულისხმობ მათ პროფესიულ განვითარებას, მათი პროექტების გამოფენა იქნება, ასევე ცალკე იქნება ფლორისტული კუთხე, სადაც ფლორისტული სალონები გამოფენენ თავიანთ ნაკეთობებს და შესთავაზებენ მცირე მასტერკლასებს მოსულ სტუმრებს და რა თქმა უნდა ამ ფესტივალის ფარგლებში, რომელიც 3 დღის განმავლობაში გრძელდება, ეს არის 12, 13 და 14 ივნისს, გაიმართება ძალიან საინტერესო ვორქშოპები, საინტერესო სპიკერების. იმ ადამიანებს თუ შეიძლება დასწრება, რომლებიც არ არიან ამ დარგის სპეციალისტები, ან მოქალაქეებს თუ შეუძლიათ დასწრება, რადგან ამას გამოფენის სახე აქვს, თუ არის ეს გათვალისწინებული, იმიტომ რომ შეიძლება თვითონ მოქალაქეებსაც საინტერესო იყოს, რა ტენდენციებია, რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ ამ ნაწილში. ფესტივალი იმართება ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე, პეტრიაშვილის პირველ ნომერში. შესვლა და დასწრება არის სრულად თავისუფალი, შესაბამისად ყველა მსურველს, ვისაც ენდომება, შეუძლია რომ გახსნაზეც მობრძანდეს 12 ივნისს 5 საათზე, ასევე შაბათ-კვირას 13 და 14 ივნისს ღია სივრცე სრულად ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის. თვითონ ასოციაციის ნაწილს მიუბრუნდები, ახლა რეალურად თქვენ ჩამოთვალეთ ვინ არიან გაერთიანებული და გაწევრიანებულები. თვითონ ეს მიმართულება რამდენად პოპულარული გახდა საქართველოში? მე მრჩება შტაბეშლება რომ თანდათანობით პოპულარული ხდება. რამდენიმე წლის წინ ალბათ ამაზე შედარებით ნაკლები ადამიანი ფიქრობდა და საუბრობდა. ეხლა დღეს მე ყოველდღე ჩემი განმსახედა სხვა სურათი გვაქვს. თუმცა მსოფლიოში ეს ძალიან პოპულარული პროფესიაა და ბოლო წლები პრაქტიკულად მათ შორის იგივე სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით YouTube-ზე ეს ერთგვარ სწავლების ფორმადად ჩამოყალიბდა, როგორ შეიძლება რომ დავუშვათ ისწავლო ამ მიმართულებით, ხო? ანუ ეს იმდენად პოპულარულია, რომ ძალიან აქტიური მილიონობით ადამიანი უყურებს. საქართველოში არის ეს ტენდენცია და აქვთ საქართველოს მოქალაქეებს ასეთი ინტერესი, რამდენად კარგად გვესმის რა არის ლანდშაფტის დიზაინი.
ბოლო წლებში პირობითად მათ შორის შენობის სახლის ამა თუ იმ კონკრეტულად დახურული სივრცის დიზაინს, ხო, რამდენად ვართ გარე ლანდშაფტურ დიზაინის მიჩვეულები, ეს არ ვიცი ცოტა. ნელ-ნელა იზრდება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საგრძნობლად გაზრდილი არის ინტერესი, როგორც იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც უნდათ, რომ ეს მიმართულება პროფესია დაირჩიონ, ასევე მომხმარებლების მხრიდან, თქვენ კარგად იცით, რომ ინტენსიური განაშენიანების ფონზე ბევრი ადამიანი ირჩევს ქალაქგარეთ ცხოვრებას, კერძო სახლებში ცხოვრებას, შესაბამისად, მათ უმეტეს ნაწილს გააზრებული აქვს, რომ სახლთან ერთად ეზოც საჭიროებს შესაბამის მოპყრობას და მოწყობას და იხმარენ სპეციალისტებს. დიდი მოთხოვნა არის როგორც ლანდშაფტის დიზაინერებზე და უფრო მეტი, შეიძლება ორჯერ მეტი, შეიძლება მეტიც მებაღეებზე. დეფიციტიც კი არის ამ მიმართულებით. ამ მიმართულებით პროფესიული კოლეჯები არსებობს, რომლებშიც სწავლება მებაღეობაც, ბაღის დიზაინიც, თუმცა მიუხედავად ამისა, მებაღეობის მიმართულებით მაინც არის ხოლმე მუდმივად დეფიციტი. რადგან მოთხოვნა არსებობს, დაუშვათ ინტერესი თუ არის სწავლისა? კი არის, მაღალი ინტერესია საკმაოდ. მიმართავენ ახალგაზრდები შედარებით ნაკლები, მაგრამ ზრდასრულ ასაკშიც საკმაოდ ბევრი ადამიანი ირჩევს ამ პროფესიებს და იცვლიან პროფესიებს და მიდიან ამ მიმართულებით. ანუ რატომ შემოსავლიანია? მსოფლიოში საკმაოდ მაღალშემოსავლიანია საქართველოში. იცით როგორ არის, ზოგადად კარგად გაკეთებული საქმე ყოველთვის მაღალ ანაზღაურებადია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ დაბალი ანაზღაურებადის არ არის ეს პროფესია. განვითარების რა პერსპექტივას ხედავთ ამ პროფესიისა საქართველოში? იქიდან გამომდინარე, რომ ეს სამშენებლო სეგმენტი საკმაოდ გაზრდილი არის და ინტენსიური მშენებლობები მიმდინარეობს, ასევე როგორც აღნიშნე, ბევრი ადამიანი ირჩევს ქალაქგარეთ ცხოვრებას, შესაბამისად, ბევრი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა არსებობს ამ სფეროში. მთავარი გამოწვევები რა არის ამ მოცემულობით დღეისთვის ამ სექტორში? მთავარი გამოწვევები შეიძლება ითქვას არის ის, რომ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები, ევროპის ქვეყნები, რომლებსაც ამ მიმართულებით ჩვენთან შედარებით უფრო ხანგრძლივი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს საბაღე ხელოვნებაში, ბევრი ეტაპი აქვს მათ გავლილი და სულ სხვა გამოწვევებთან მუშაობენ, სხვანაირად უდგებიან იგივე დაგეგმარების, იგივე სამებაღეო საქმიანობის საკითხს. დეველოპერები რამდენად აქტიურად გემუშავებიან? დეველოპერებს რა თქმა უნდა სურთ, რომ მათი გარემო იყოს გამწვანებული და კეთილმოწყობილი, რომ ეს პირდაპირ აისახება მათ ბიზნეს საქმიანობაზე და მათთვის მნიშვნელოვანია ეს სფერო, რა თქმა უნდა. კი ბატონო. და ის ფესტივალის ნაწილს რა შეილით შედეგი რა უნდა იყოს ამ ფესტივალისგან? მთავარი შედეგი უნდა იყოს ამ დარგში და ამ სფეროში შემოსული და მომუშავე ადამიანების პირველ რიგში შეხვედრა და გაერთიანება, ეს ემოციური შთაბეჭდილებების თუ პროფესიული გამოცდილების გაზიარება და გაფართოება. გვგეგმავთ, რომ მომავალი წელს ეხლა შედარებით მცირე მასშტაბის არის, საქართველოს მასშტაბით ტარდება და გვინდა რომ იყოს ეს საერთაშორისო მასშტაბის, იმიტომ რომ ყავდა უცხოელი სტუმრები გასულ წელს და გვინდა რომ გაცილებით უფრო მასშტაბური სახე მიეცეს მომავალი წლიდან. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრობად. წარმატებებს გისურვებთ არა მხოლოდ ამ ფესტივალის განმავლობაში, არამედ მთლიანობაში თქვენს ასოციაციას და სიამოვნებით გიმასპინძლებთ სხვა დროსაც ბიზნეს პარტნიორის ეთერში კეთი გელაშვილი საუბრობთ. მადლობთ.